თბილისში ახალი სამოდელო სახლი გაიხსნა ბრენდი გიზი ქართული მოდის ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდა. ბრენდის მთავარი დიზაინერი ალექსანდრ ვოლკოვია. ჩვენ ბრენდი ახალი შექმნილია, სულ რაღაც 6-7 თვე სრულად არც არის. გქონდა ჩვენება 21 სექტემბერს, დღეს გქონდა გახსნა. კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმები. რამოდენიმე წლის წინ ვიყავი ექსკლუზიური წარმომადგენელი ვალენტინოსი საქართველოში. და შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რომ რატომაც არა შეგვექმნა ქართული ბრენდი ჩვენი და დაგვეწყო ერთად ნოლიდან. ეს კოლექცია იქნებოდა სრული 6 თვე, იმიტომ რომ ამაში ჩავდეთ ძალიან დიდი შრომა. აქ რასაც გვაქვს წარმოდგენილი, 90% არის handmade, ანუ ხელით შესრულებული. და ვინაიდან რადგანაც მე მომწონს ძალიან და ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ჩემს სულთან ძალიან ახლოს არის ნატურალური ტყავები, ნატურალური ბეწვი, შუშა, ჭანჭიკები, არის ძალიან ბევრი და მხოლოდ ნატურალური. შესაბამისად ფასები ვერ იქნება იმ ბაზრის როგორიც არის პეკინზე და ასე შემდეგ. არის უფრო საშუალო ფენის და მაღალი ფენისთვის. მოხარული ვარ, რომ რაღაც მოდის სახლი იხსნება საქართველოში და ახალი დიზაინერები გავშეჩენენ და ქალაქი ემსგავსება მოდურს და ლამაზ. ძალიან მომეწონა, ძალიან ლამაზი ადგილია შერჩეული და კოლექცია ჯერ არ დამითვალიერებია, დავათვალიერებ აუცილებლად. დავათვალიერე უკვე ძალიან მომეწონა მასალების და ძალიან კარგი შესრულებულია კოლექცია და მე ვფიქრობ გიზის ძალიან კარგი და საინტერესო მომავალია ამ სფეროში. მე უსურვებ ძალიან ბევრ მომხმარებელს აი ამ ბრენდს და მე პირველი ვიქნები ვინც შეიძენს აქ შესაბამის კოსტუმს. რომ ესეთი კარგი გემოვნებიანი მაღაზია გაიხსნა საქართველოში. იმიტომ რომ ცოტა ამ ბოლო დროს მოვაკლდით ამ გუფუნებას და გემოვნებიან ჩაცმას სამწუხაროდ. ყოველთვის მივესალმები ახალი მოდის სახლის გახსნას თბილისში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ეს ბიზნესი მუშაობს და ჩვენ ვცდილობთ, რომ კონკურენტუნარიანები გავხდეთ. რასაც უყურებ, კონკურენტუნარიანი ბრენდი იქნება.